რეკლამის შემდეგ კურიერი ეთერში ბრუნდება, განმოგრძობთ გამოშვებას. რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 98 წლის ასაკში გარდაიცვალა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი. გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მიტროპოლიტმა ეპიფანემ გაავრცელა. დღეს ჩემს გულში, ისევე როგორც მრავალი უკრაინელის გულში, ღრმა მწუხარება და სევდა, რადგან დასრულდა უწმინდესი პატრიარქის ფილარეტის მიწიერი გზა. დაწერა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებას გლოვობენ ქართველები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საფრანგეთში ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები ქალაქ ნიცის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლურ ეკლესიაში შეიკრიბნენ. გადაიხადეს პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და მის ხსოვნას პატევი მიაგეს. რიტუალში მონაწილეობისთვის ნიცაში ქართველები საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქიდან ჩავიდნენ. ქალაქ ნიცაში, საფრანგეთში, ქართველები ქართული სათვისტომო შევიკრიბეთ. უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა, რომ ამდენი ქართველი ერთად მოვიდა ტაძარში. ძალიან გვიჭირს განსაკუთრებული მძიმე არის, რომ ესე დაშორებით ვართ ამ ხელმანძილით საქართველოდან. განსაკუთრებული მძიმე წუთები გვაქვს ემიგრანტებს, თითოეულ ქართველს, თითოეულ მართლმადიდებლებს დაუკარგეთ მამა. დავუგდით, არ ვიცით, ანუ ერთადერთი იმედი რაც იყო ჩვენი სამწუხაროდ დაგვეკარგა. და გამოშვების ბოლოს ვუბრუნდებით ისევ სამების საკათედრო ტაძარს, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმა-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. წვიმის მიუხედავად სამების საკათედრო ტაძარში ხალხის ნაკადი არ წყდება. უწმინდესთან და უნეტარესთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად მოქალაქეები უზარმაზარ რიგში დგანან. ტაძრის ეზო და მიმდებარე ქუჩები ხალხით ასავსე. 21 და 22 მარტს საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია მონასტერში სამგლოვიარო ზარებს დარეკავენ. საპატრიარქოსა და სახელმწიფოს ერთობლივი კომისიის წევრები სინოდთან ერთად შეთანხმდნენ პატრიარქის დაკრძალვის ადგილთან დაკავშირებით. თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში შერჩეულია ზუსტად ის ადგილი, რომელიც თავად პატრიარქს სურდა. სწორედ აქ მოღვაწეობდა ილია მეორე წლების განმავლობაში. სიონში დაკრძალულია საქართველოს 8 პატრიარქი. უკვე ცნობილია 22 მარტს თბილისშიც ჩამოვა მსოფლიო პატრიარქი დელეგაცია ვატიკანიდან და არაერთი ქვეყნიდან. ისა და სასუველი ცათა და მიტევება ცოდვათა მის და ქრისტეს მიერ უგდავისა მეუფისა და ღვთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. კურიერი 3-ზე ამით დასრულებულია, ჩვენ კი ერთმანეთს 6 საათზე შევხვდებით.